პოლიციამ 100-მდე თანამშრომელი გაათავისუფლა სიუჟეტის ნახა ჩვენმა მაყურებელმა გამოშვების დასაწყისში. თქვენ რას ფიქრობთ, ამ ადამიანების ხარჯზე ოპტიმიზაცია სწორი არის დღეს? ის რა, ვიქნებით ასეთი მე ვიტყოდი გზნობი არ ეკოთხით, დავაყენებთ ესეთ საკითხს, მესმის, რა თქმა უნდა, ნებისმიერი ადამიანის სამსახურისგან გათავისუფლება მისთვის სამსახურის დაკარგვა ძალიან რთულია, მით უმეტეს ასეთ ვითარებაში, მაგრამ მინდა პირდაპირ თქვა და ვაღიარო კიდევაც, რომ სამწუხაროდ თავდაცვის სამინისტრო საჭიროებდა და დღესაც საჭიროებს ძალიან სერიოზულ ოპტიმიზაციას. და მე არ ვამბობ ამას დღევანდელი გადმოსახედიდან, მე მინდა გითხრათ, რომ ყველა ჩვენ წინა მორბედი მინისტრი, რომელიც თავდაცვას უწევდა და ხელმძღვანელობდა, ყველა მათგანისთვის ეს პრობლემაც ნათელი იყო და ძალიან სერიოზული სიმწვავით იდგა. ჩვენ სამწუხაროდ ეს ამოტრიალებული პირამიდა უნდა გამოვასწოროთ და რეალურად უნდა ჩავჯდეთ იმ სტანდარტებში, ჩვენ ხშირად გვიყვარს ხოლმე საუბარი ნატოზე, ეგრეთ წოდებულ ნატოს სტანდარტზე, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ ეს ბალანსი დარღვეულია, თავად სამხედროებმა ძალიან კარგად იციან, რომ ხშირ შემთხვევაში უფროსი ოფიცრები უფრო მეტნი არიან ვიდრე უმცროსი ოფიცრები, რომელთა საჭიროება დღეს გაცილებით მეტია ვიდრე პირიქით. ასევე შეიძლება სამხედრო პოლიციის რიცხოვნობა გადამეტებული იყოს და აჭარბებდეს პროპორციულად საერთო შეიარაღებული ძალების რიცხოვნობას და თანაფარდობა იყოს არასწორი, რა თქმა უნდა, ადამიანურად და ჩემი პოზიციიდანაც გამომდინარე, მე თანაუგზნობ ამ ადამიანებს, მაგრამ ეს ის მტკივნეული ნაბიჯებია, რომელიც სჭირდება თითოეულ ჯარისკაცს, თითოეულ ოფიცერს, თითოეულ საერთო თავდაცვის ინტერესებს. ამიტომ წუხვარ, მაგრამ ეს საქმე გასაკეთებელია.